მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, ვარ სმენა და ქვეითებული. სმენის აპარატი მიკეთია, მინდა რომ მიგანიშნო. გრამატიკა ნელ-ნელა ვსწავლობ, როგორც ყოველთვის. მოკლედ, დღეს არის 30 მარტი 2025 წელი. მე ვიხსენებ შალვა კეკელიესთან ისტორია. ეს მოხდა 12 აპრილი 2020 წელი. შალვა კეკელიესთან ზიარება დაკავშირებით მინდა მოგიყვეთ. და ეს უნდა გაგიმხილოთ, რასაც ხდებოდა ზიარება. ვესტები გრამატიკას სწორად თქმა დაახსნა. ესე იგი, როდესაც შალვა კეკელიესთან პირველად შევხვდით, საუბრები მქონდა საქმე. მსჯელობა რაღაცები ვილაპარაკე და რამოდენიმეჯერ შევხვდი შალვა კეკელიას რა. მოკლედ პირდაპირ გადავიდე ზიარების დაკავშირებით რა. შალვა კეკელია ზიარება რომ მივიღეთ. ამის შემდეგ სახლში რო დაუბრუნდი. სახლში რო დაუბრუნდი და მამაშემი მეუბნება, დაწექიო, აიძინეო რა. მოვთხარი რა დროს დასწოლა, ჯერ დილარი და მეთქი და მოკლედ შევწუხდი და დავწექით საწოლი. და სმენის აპარატი მოვიხსენი. სმენის აპარატის გარეშე საერთოდ არაფერი არ მესმიყური, რადგან სმენა დაქვეითებული ვარ. აბსოლუტურად საერთოდ არაფერი ხმა არ მესმი, აი ნული რა. სმენის აპარატი რო ვიკეთებ, მესმინდა სმენის აპარატის გარეშე რომ მოვიხსნა, ვაფშე არაფერი არ მესმის, სულ ნულიდა რა. ხო და სმენის აპარატი რომ მოვიხსენი, მე საწოლში დავწექი და პირსაცმელი თვალები მოვიფარე. და რატომ მოვიფარე პირსაცმელი თვალებზე? რომ ისა მზე არ შემაწევხო და იმიტომაც მოვიფარე თვალები რა. ხო და გაღიზიანებული ვიყავი და მეთქი რა გავაკეთო ეხლა რა დროს დაწოლა მეთქი და რავი, ასე ჩაფიქრებული მქონდა რა. და უცებ მაჯვენა ყუში მიჩუჩულა ხმა და გაბრაზებული ხმით გავიგონე მოჩურჩული ხმა შიგნით. გადიაქედანო ეს სიტყვა. ავდექი ფეხზე და მეთქი ეს რა იყო რა ხმა გავიგონე პირდაპირ შიგნით და მარჯვენა ყუში შეწარმოიდგინე და ავდექი თუ არა, მეთქი მამაჩემის მეუნები, მამა უნდა წავიდეო, ყუში მიჩუჩულაო, ისო რომ გავსულიყავი რა. მამაჩემი გაკურვებული და რაღაცნაირი სახე ქონდა და აი გაკურვებული რა. და მითხრაო, არაო, დაწექიო და კიდევ კარგი მამაჩემი რო გამაჩერა. იმის მიუხედავად მე რო გავსულიყავი, დახუპული ვარ მე. გეტყვით ამ გეტყვით ყველაფერი აგიხსნი, რასაც ყველაფერს ვიმჩნევ. მოკლედ მამაჩემი კიდე კაი რო გამაჩერა, რო არ გავსულიყავი და მითხრა დაწექიო, ისევე დავწექი საწოლში და ისევე მოვიფარე თვალები და რა ვიცი. ხო და მოხდა ისეთი რომ ცოდვები მიხსენებს რა. აი ეს მეუნებაო, ისიცაო, შენ გიწერიო დევილის 3 ქვედატირე n. რას ნიშნავს დევილის 3 ქვედატირე n? ეს იმაში ნიშნავს, რომ ჩემი კომპიუტერული თამაშები, რასაც ვთამაშობდი და ზედმეტი სახელები დავართქვი დევილის 3 ქვედატირე n. ეს მოგონილია, რა თქმა უნდა. ხო და ამის გამო რაღაცა სოდვებზე მახსენებს რა, აი მანიშნებს და. ხო და დევილის
სამი ქვედატირი n და დევილი ნაცვლად რო დამეწერა ანგელ სამი ქვედატირი n მეთქი და ხო და გულში გავიფიქრე მეთქი n რას ნიშნავს ყველა n არის უკეთესობის კენო ანუ დაბოლოებით უკეთესობის კენ მეთქი რა მაგარია თქო და რა საინტერესოა რა ამის შემდეგ მე სიზმარი დამონახა ესე მიყვები რაღაც სიზმარი რა იყო რა რაღაც სხვა თემა უყო ცოდვების გარეშე რაღაცა მომენტების მგზავრობის მომენტი იყო და ეხლა და დიდი მსჯელობა უნდა და მოკლედ სიზმარიდან რას ვნახე გავიარეთ და ამის შემდეგ ისევ ყურში მიჩურჩულა და მეუნება ყოჩა ფეხზე რო ავდექი ისა რა ქვია ფეხზე რო ავდექი მეთქი მადლობა ღმერთო მეთქი და მუხლე დაჩოქელი ვიყავი რომ მეთქი ვიზახოდი მადლობა ღმერთს რა სხვადასხვა ჯერ ის რა სიზმარი დამანახა არის ძალიან ცუდი მოდი მოკლეზე რო გითხრათ იყო ესეთი ბოლო მომენტი სიზმარი რა ეკლიანი გვირგვინი რო ვიპოვე ავიღე ხელში და ეკლიანი გვირგვინი სიმბოლური არის იესო ქრისტე რომელიც ჯვარსმა აცვა და აქედა სიმბოლური რა და ამის გამო ყურში მირჩუჩულა ყოჩახო რა რო ვიპოვე ეკლიანი გვირგვინი ამის გამო სიზმარი რას მაჩვენე და სწორედ მარჯვენა ყურში მიჩურჩულა ყოჩახო რა და ავდექი თუ არა საწოლი და მე მუხლი დაჩოქილი ვიყავი და მადლობა ღმერთი ასე უწოდე რა ამის შემდეგ მქონდა ეჭვი რატომ მაინდა-მაინც მოჩურჩულე ყური და მის შეიძლება ყოფილიყო ეს აი უცნობი ხმარი რა ეჭვი მქონდა ესეთი რაღაცა გავიარე ესე დიდი დრო ორი პიროვნება რომელიც ვეკონტაქტებოდი ერთი ინტერნეტში და ერთი პირები რომელიც შევხვდით ეკლესიაში მოკლედ ერთი ინტერნეტში Facebook-ი ჩვეულებრივი პიროვნება მიწერეთ რომ რას ეხლა მოგიყევი ამ ისტორიაზე მოუყევი და მითხრა რომ მოჩურჩულა ყური არენდოვო ადამიანები იღუპებიანო რა მე კიდე გაკურებული ვიყავი მეთქი რაღაცა ისეთ ძალიან კითხვი ნიშანი და გონებით დაკეტილი მქონდა რა მერე მეორე პიროვნება შევხვდი ეკლესიური რომელიც ეკლესიური მსახურობდა იქ ვიყავი ჩასული სოფელში და მღვდელია და მასაც ვკითხე რას ისტორია მქონდა მოუყვევი აბსოლუტურად და ხო რაღაცების მოუყვევი და ისა რა ქვია მე როგორ იყო იგივენაირად რომ ესე შმაკისაო და რა ნუ მოკლედ რა ხო მღვდელი პიჯვარი გადაიწერა და ხო ეგეთი რომ ესე შმაკისაო და რა ვიცი რა ესე იყო რაღაცა პატარა უნდენობით მახსოვს ახლა ის მღვდელი რომელიც მე შევხვდი და რა დამამახსოვრა ეს მომენტი მოკლედ გაუცებული ვიყავი და ისე ვარ გონება გადაკეტილი ვერ ვიაზროვნე მეთქი რა ხდება რა გავიგო როგორ რაღაცა უცებ გონება გამიხსნა იესო ქრისტეს ისტორიას ვიხსენებდი საიდანაც ფილმი ნანახი მქონდა და პატარა შინაარსი მინდა მოგიყვეთ იესო ქრისტეს მომენტი იესო ქრისტე როდესაც დადიოდა იერუსალიმში
და ეშმაკი ურჩურჩულებდა იესო ქრისტე რა. ეს ყველამ კარგად იცით, ვისაც იესო ქრისტეს შესახებ გესმენიათ და გესმის რასაც გულისხმობ. ანუ როდესაც იესო ქრისტე მიდიოდა იერუსალიმში და ეშმაკის ურჩურჩულებდა იესოს, რომ რაღაცები რასაც ეუნება, მაგალითად გამეფება, აი საერთო სტუნება რა, როგორც ასტუნებს იესო ქრისტეს რა. მოკლედ ამ მომენტში გამეხსნა გონება და გავიაზრე რა. და მე უკვე ამოვიცანი მოჩურჩულე ყურში ხმა, რომელსაც უცნობი სულ მაინტერესებოდა ეს ხმა ვიცი იყო და ეგრევე მიხვდი რომ ეს იყო შალვა კეკელია მოჩურჩულე ხმა. გაუცებული ვიყავი. ხო და მოკლედ ეს გამოიწვია ზიარება, რომელიც მე ყურში მესმოდა მოჩურჩულე ხმა. ეს ზიარება იყო. ახლა გეტყვი. მე როდესაც პირველად მოჩურჩულე ხმა რო გავიგონე, რო თქვა გადი აქედანო ეს სიტყვა ფრაზა და რომ გავსულიყავე, დავიხუპებოდი. კიდევ კარგი მამა ჩემი სახში იყო. კიდევ კარგი მამა ჩემი რო გამარჩერა. და გარდავჭი კიდევაც. აი ახლა შეწარმოიდგინე ეს მოჩურჩულე ხმა რო ჩამესმა, გადი აქედანო. რომ გავსულიყავი საჯადაბაში გავსულიყავი, შეწარმოიდგინე. დავიხუპებოდი. კიდევ კარგი, მადლობა ღმერთს, რომ მოკლედ საბოლოო ჯამში ამოვხსენი და გამოვიჭირე კიდევაც, რომ ეს იყო შალვა კეკელია, რომელიც ყურში მიჩურჩულა. ეს გამოიწვია ზიარება, რას ეს ზიარება მივიღე და მოკლედ მე ერთი რაღაცას მინდა გითხრათ რა. ეს ზიარება ჩვეულებრივი არ არის, არ გეგონოთ. ისე აი ეს ზიარება არ გეგონოთ ჩვეულებრივი. და არ გეგონოთ რომ ეს საჭმელით, ასე ვთქვათ. და ანუ ისე უბრალოდ. ეს ზიარება გამოიწვევს ყურის მორჩურჩულე. და ეს გამოიწვევს უცნობი, რომელიც გელაპარაკება ყურში. და მე რა თქმა უნდა გამოვიცანი, ხვდები ეს ყველა ანალიზი გავიარე და მივხვდი ამ ყველაფერში ჯამში. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს იყო შალვა კეკელია, რომელიც ყურში მიჩურჩულა. გამოვიჭირე კიდევაც, მით უმეტეს გადავრჩი, ეს რომ მახე მომიმზადა ეს ყველაფერი. ეხლა მე თქვენ რაღაცას ეტყვი რა. ეს ზიარება ჩვეულებრივი არ ხდება და არ გეგონოთ რომ ეს ზიარება თითქოს საჭმელი და რაღაცა უბრალოდ. ეს ზიარება წარმოადგენს მოჩურჩულეს ხმა, ოღონ ამ ორივე სალკეთან არის, ერთი ნამდვილი ზიარება, რომელიც ქრისტე არის, ხოლო მეორე კიდე ანტიქრისტე ზიარებას არის და აქ სხვა ფიგურა არის, ხოლო მეორე კიდე ქრისტეს სხვა ფიგურა არის. მოკლედ ეს ისეთი გაყოფილი სხვა ტვირთებია. კარგად გესმის რასაც ვამბობ. ერთი სადაც ნამდვილი ზიარება არის ქრისტე, ხოლო მეორე არის ანტიქრისტეს ზიარება, რომელიც ეშმაკი არის და ღმერთ ბაზარდა. ბევრი რომ არ ვთქვა და ეხლა ისედაც კარგად გესმით. და რა შეეხება? თქვენ ძალიან კარგად იცით რა არის ზიარება და რას წარმოადგენს და ამას არაფერს არ ამბობ. და მე კი ყველაფერს ვამბობ ის რაც გავლილი მაქვს და ამას ყველაფერი ვაჟღერებ და ის რასაც ხდება. ხალხო, თქვენ გესმის ეხლა მე წარმოუდგენლად მართლაც გადავრჩი, როგორ მახეში ჩამაგდო შალვა კეკელია, რომელიც ყურში მიჩურჩულა, ამოვიცანი ვინც ყოფილა, რა იყო და როგორ იყო,
მოკლედ ყველაფერი გავანალიზე და საბოლოოდ მინდა ვთქვათ, რომ კარგად ვიცით, რომ ეხლა ვიღაცას მოკითხვას და მეტყვის, რომ ვიღაც ანუ პატრიარქი ილია მეორეს მომაკითხავ და აბა ვისაო აგვიხსენიო, განმარტეთო, რა მოხდაო ასეთი ზიარება, იცის რა გეტყვით? მე თქვენ არ გენდობი, კარგადაც ვიცი რა ხდება და მიჩევნია თქვენ თვითონ განალიზდი, არა მარტო პატრიარქი ილია მეორე, ყველა ქართველები ხალხი ეკლესიური, ყველა აბსოლუტურად დაადგინოთ გაცხოვება, ზიარება. და აი ამას გეტყვით, რომ თქვენ აღმოაჩინოთ, გაანალიზეთ ზიარების გაცხოვება. დღეს უკვე მე-5 წელია გავიდა და ეს არასოდეს არ დამავიწყდება, რას კი შემხედრია შალვა კეკელიასთან პირველი ზიარებაზე. არასოდეს არ დამავიწყდება, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის, რას მახე მომიზადა, რაც ჩემთვის სიკვდილი ხელოვნური სიკვდილის შექმნა ჩემთვის და ამას არასოდეს დავივიწყებ, არ დავიხუჭები თვალები, ხმამაღლა ვამბობ და ვავსელებ და მოკლედ დაგაკვირდებით იმის მიუხედავად რა ხდება იქ შალვა კეკელის კარგად ხვდები, მაგის ამბავი დამთავრდება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თქვენ აღმოაჩეთ იქ რა ხდება. მოკლედ ბევრი რომ არ თქვა, თქვენ კარგადაც იცით რა არის ზიარება, მოდი ჯობია სიმართლე თქვი, არის თუ არა ზიარების მოჩოჩულეს ხმა. ოღონდ ისე არ უნდა უთხრა, ეს უბრალოდ საჭმელი ზიარება, ეს უბრალოდ ზიარება და რაღაცა. მოდი ჯობია სიმართლე თქვი, ის რასაც ხდება რა. და მე ვარ სიმართლე, ის რასაც ვამბობ და საერთო პირიდან რასაც ვამბობ, უნდა გაიგო ყველგან. და თქვენი რეაქცია, რა შეეხება თქვენი რეაქციას, რომ იტყვი, აი ეს ვინ გიჟი ყოფილაო, აი ეს რაღაცა ისეთი, სულაც არ მაინტერესებს. ჩემთვის თავისუფალი გიჟია, ანუ გიჟი რომ მიწოდე ჩემთვის არის თავისუფალი. როდესაც შენ ეხლა მასთან ზიარებას მიიღებდი, აი მაშინვე თქვენსაც გაიგონებდი ხმა მოჩუჩულე და ვინ დაგიჯერებ მე ისინი? არავინ არ დაგიჯერებ ფაქტობრივად და მოდი რა, მე რასაც ვამბობ, ამას ვამჟღერებ. აი ეგ მინდა რა. და თქვენ თვითონ აღმოაჩენ და ხმამაღლა თქვი რა, როგორც გინდა. სულ ეს არის მეგობრებო, არ მინდა კიდე რაიმე დამატებითი ლაპარაკი. უკვე ძალიან დიდი ვიდეო გამოვიდა, უბრალოდ ელემენტარულად გამოფხიზლებული ვარ, 5 წელია იმაში რომ სიბნელეში არ ჩავარდი, სულ გამოფხიზლებული ვარ, დავაკვირდეთ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, არის ისეთი კატასტროფა, სულ გაბოროტებული და სულ გადატრიალებული, მოკლედ სულ გამოფხიზლებული ვარ და სულ ყურადღებით ვიყავი, სულ ყურადღებით ვარ და არასოდეს არ დავივიწყებ ის რასაც ხდება და საერთო საქართველოში რა. სულ გამოფხიზლებული ვარ. და რა შეეხება შალვა კეკელიას, ზუსტად ჩემი მოწამლა უნდა, რომ თითქოს ხალხმა არ მიაღწევა ჩემი ხმა გაგონება ის რასაც ვამბობდი. შალვა კეკელია მეტსად ბევრჯერსაც ვიტყვი ხმამაღლა. საიდანაც გავაჟღერებ ვიდეო, თუ პოსტი, თუ გარედან მნიშვნელობა არა. თუნდაც ჩემნაირი ადამიანები, კაცი თუ ქალი, იმასაც დაგიჟღერებ რა. თქვენი სახე ვერაფერს ვერ დაიმალა. გამოგიმჟღავნდება და გამოგიჭერენ ეს ყველაფერი. ამას დარწმუნებით გეუბნებით. მადლობა ყურადღებისთვის. დავეცი. და მინდა ძალიან კარგად გაიგო რა. მეგობრებო,
თუ კი შემთხვევით პირველად ზიარებად მიიღეთ და მოგესმა ყური მოჩურჩულე, იცოდეთ რომ არენდო მაგ მოჩურჩულე ხმა, არცად არ გახვიდეთ, დარჩით სახლში, ეს ყველაფერი მალე გაქრება. უბრალოდ რასაც გეუნები არენდო ხმას, არ გახვიდე, გარჩერდი, მე ნელა მივხვდები, საიდან მოდის ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. მოკლედ გლოცავ, მშვიდობა მოგცე ღმერთმა და ეშმაკმა არ შეგასდინოს ვიღაც ისე არ შეგასდინოს ეშმაკმა. ღმერთი შენთან არის და ბოროტის ვერავინ მოგეკარება, ვერ ჩაგაჩურჩულებენ და ასე შემდეგ. ღმერთი შენსკენ არის, ღმერთი ჩემთან არის, ის ყოველთვის მომანიჭებს, ფხიზლობ, სიფთხილეთ და ღმერთთან გზად მივყვები მშვიდობიანად რა, ეს მინდა რომ გითხრათ რა. კარგი, მადლობა და ნახვამდის.